აცხოვნე უფალო ერი შენი, დააკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა იჯვარითა ბარბაროსთა ზედა, ღვთივ დაცულსა, ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ უფალო დიდება შენდა. კაბადოკია ამჟამად მხარე თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში. უძველესი ისტორიული სახელწოდებითა და უმდიდრესი წარსულით. საუკუნეთა წინ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ ცენტრს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია სტუმრობდა. მანამდე კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის და მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველის მიწვევით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბულში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ სტამბულში, ძველ კონსტანტინოპოლში დღემდე შენარჩუნებულია საპატრიარქო ტახტი და ეკლესიის საჭეთ მპყრობელს მოიხსენიებენ როგორც კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქს. 17 მაისს ისტორიაში პირველად სამი უძველესი ქრისტიანული ეკლესიის, ახალი რომის კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი პატრიარქი, უნეტარესი პეტრე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კაბადოკიის წმინდა მიწაზე ჩაბრძანდნენ. პატრიარქებსა და სამღვდელოების დელეგაციას ტელეიმედის გადამღები ჯგუფი ქალაქ ურგუფში დავხვდით. სანამ ვიზიტის შესახებ განვაგრძობდეთ საუბარს, 2 სიტყვით თავად კაბადოკიის შესახებ მოგითხრობთ. კაბადოკიის რელიეფი ვულკანური წარმოშობისაა. საბოლოო სახე მან ძლიერი მიწისძვრების შედეგად მიიღო. თუმცა ბოლო ათეული წლების განმავლობაში აქ ძლიერი ბიძგები არ ყოფილა. კაბადოკია კლდოვანი მთებით გარემოცული დიდი სამონასტრო კომპლექსია, სადაც მუზეუმების სახით დღემდე შენარჩუნებულია ძველი ბიზანტიური ეკლესიები უძველესი ფრესკებითა და კლდეში გამოკვეთილი ბერების საცხოვრისით, კელიებით. კაბადოკიას ბევრი რამ აკავშირებს საქართველოსთან, უპირველესად კი ის ფაქტი, რომ აქ არის სამშობლო ქართველთა განმანათლებელი დედის წმინდა ნინოსი, წმინდა გიორგის, წმინდა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელისა და სხვათა. ისტორიული გადმოცემებით კაბადოკიაში ქართველთა კოლონიად სახლობდა. საეკლესიო და ისტორიულ ლიტერატურაში საქართველოსა და კაბადოკიას შორის არსებული კავშირების არაერთი მაგალითის პოვნა შეიძლება. კაბადოკიაში ჩაბრძანებული სამი ეკლესიის პატრიარქები ადგილობრივმა ხელისუფლებამ პატივით მიიღო და კონფერენცია გამართა, სადაც საუბარი მთელს მსოფლიოში სამშვიდობო პროცესებისათვის ხელშეწყობას, ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგს შეეხებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ვიზიტის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლება საკმაოდ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც ყურადღება და სითბო იგრძნობოდა. ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის უსაფრთხოებას ადგილობრივი სპეცსამსახურები უზრუნველყოფდნენ. პირველივე დღეს ქალაქ ურგუფში ზელვეს მუზეუმში ღიაცის ქვეშ ქართულ და ბერძნულ ენებზე საღამოს ლოცვა ჩატარდა. ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ქართველი პატრიარქის კაბადოკიის წმინდა მიწაზე ჩაბრძანება თავისთავად ისტორიული მოვლენაა. ამავე დროს ამ ფაქტის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო ნათელყოფს ის გარემოება, რომ ბოლოს საუკუნეების მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა ამ ადგილებში მართლმადიდებლური ლოცვის ასეთი მასშტაბური ფორმით აღვლენისა.
მთელი ვიზიტის განმავლობაში აქ იმყოფებოდა ქართველი მრევლიც, რომლებმაც 1300 კილომეტრი გამოიარეს, რათა იმ მადლს ზიარებოდნენ, რომელიც კაბადოკიის წმინდა მიწაზე პატრიარქების ირგვლივ ტრიალებდა. კაბადოკიის წმინდა მიწაზე ყოფნის შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაგვიმძაფრდა, როდესაც პირველ საღამოს მამა ილიასთან ერთად თბილისიდან ახლად ჩამოსულმა მგალობელთა გუნდმა პატრიარქის მოსასვენებელ ოთახთან მრავალჟამიერი იმღერა. კაბადოკიაში პირველი საღამო ქართული ხალხური სიმღერებითა და საგალობლებით დასრულდა. ამ ვიზიტის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ქალაქ ურგუფში წმინდა ელენესა და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში ჩატარებული დილის წირვა, როდესაც სამი უძველესი ეკლესიის პატრიარქი ქართულ და ბერძნულ ენებზე წირავდა. რიგრიგობით გაისმოდა ქართული და ბერძნული გალობა. 18 მაისს თურქეთის რესპუბლიკაში კაბადოკიის წმინდა მიწაზე ჩატარებული წირვა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ამ მართლაც ამაღელვებელ სანახაობას ღია ეთერში 100 ქვეყანა გადასცემდა. მე მინდა კაპადოკიიდან წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სამშობლოდან მივესალმო სრულიად საქართველოს. მთელი 100 წლების განმავლობაში აქ არ აღევლინებოდა, არ იყო წირვა-ლოცვა ქრისტიანული მართლმადიდებლური და აი დღეს შესდგა ეს და ნამდვილად დიდი მოვლენა თურქეთის მთავრობამ დაგვირთონება სოფლიო პატრიარქს, ალექსანდრიის პატრიარქს და მე რომ ერთობლივი წირვა შესრულებულიყო. თითქოს ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი და უპირველეს ყოვლისა აქ იყო ლოცვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის და მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი ნიშანია. რაღაც სამშვიდობოზე უნდა გავიდეთ, ჩვენ საქართველოს უნდა გავიდეთ სამშვიდობოზე და აი ამის ნიშანს ვხედავ მე აქ ყოფნისას. ღმერთმა დალოცოს კაპადოკია და ღმერთმა წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
ჯერ კიდევ სტამბულში, ხოლო შემდეგ კაბადოკიაში მსოფლიო პატრიარქს, ალექსანდრიის და აფრიკის პაპი პატრიარქსა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შორის საუბარი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. ერთ-ერთი თემა დიპტიხს, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების რანგირებას შეეხებოდა. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი საერთოდ აქ ჩამოსვლის გახლავთ საქართველოს ეკლესიის დიპტიხის, ანუ მისი საერთო მართლმადიდებლურ ოჯახში მისი მდგომარეობის და მდებარეობის საკითხი. ეს დიპტიხის საკითხი მოგეხსენებათ ფრიად მოუწესრიგებელი იყო. მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოს ეკლესია ეს უძველესი ეკლესია გახლავთ, ისტორიული ეკლესია. ის მისი ისტორიული ადგილი აი ამ დიპტიხში მეხუთე ადგილი იყო და მე შემდეგ მოგვიანებით როგორც მოგეხსენებათ იმ ავბედითი პერიოდის შედეგად დაიკარგა საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია და თავისთავად ეს ადგილიც სხვა ქვეყანამ ასე ვთქვათ მიიღო ასეთი უზრუნველად. დღეს ახლა საკითხი დგას საქართველოს ეკლესიის თავისი კუთვნილი ადგილის მინიჭების თაობაზე და ერთ-ერთი მიზეზი, როგორც მოგახსენეთ, მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს ილია მეორესი და საქართველოს ეკლესიის დელეგაციის აქ ჩამობრძანებისა ესაც გახლავთ. აღიარებული ფაქტია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს სოფლიოს საეკლესიო წრეებში დიდი ავტორიტეტი გააჩნია და განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს. ერთმორწმუნე ქართველიერის მიმართ ლოცვა-კურთხევა არ დაიშურეს ორი ეკლესიის მეთაურებმა. მე ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმეჯერ ვიყავი თქვენს ქვეყანაში და საუკეთესო მოგონებები და სურვილები გამაჩნია. მე ძალიან მიხარია, რომ სექტემბერში მისი უდიდებულესობისა და უწმინდესობის მოწვევით კვლავ ვეწვევი თქვენს ქვეყანას. თქვენ მადლიერი უნდა იყოთ ღმერთისა და აღავლინოთ ლოცვები იმისათვის, რომ ღმერთმა მოგივლინათ ისეთი პატრიარქი, როგორიც ილია მეორეა. თქვენს ქვეყანას და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ერთი წლის წინ ვეწვიე. მოხიბლული ვარ იმ ურთიერთობებით, რომელიც ეკლესიასა და მთავრობას შორის არის. მე ვუსურებ ქართველ ხალხს, რომ გქონდეთ ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული მაცხოვრისა. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. კაბადოკიაში ყოფნისას საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციამ გეორემის ამჟამად უმოქმედო სამონასტრო კომპლექსები მოინახულა. კლდეში გამოკვეთილ ამ გამოქვაბულებში საუკუნეების წინ ძველი კაბადოკიელები სახლობდნენ. ახლა მათი ნასახლარები მუზეუმებათაა აქცეული და მათ ასე უწოდებენ მუზეუმები ღია ცის ქვეშ. ტოკალის ეკლესიაში ვიხილეთ ღვთისმშობლის განუმეორებელი ფრესკა, რომლის მიხედვითაც 1995 წელს თბილისში პეტრე-პავლეს ეკლესიაში სასწაულ მომქმედი ხატი შენ ხარ ვენახი შეიქმნა. ტოკალის ეკლესიის ფრესკების გადაღება პროფესიონალური კამერით მკაცრად აკრძალულია, მაგრამ ჩვენმა უმორჩილესმა თხოვნამ გასჭრა და უნიკალური ფრესკის ვიდეო ფირზე დაფიქსირება შევძელით, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განსაკუთრებული გრძნობით ყავს გულში ჩაკრული მაცხოვარი. ვინც შეხედავს და ნახავს, ეს გასაოცარი ხატი არის. ერთგვარად თითქოს საქართველოს რუკაში არის ღვთისმშობელი, ესე იგი ჩახატული. მართლაც საოცარია ეს ხატი. ჩვენ როცა ვიმოგზაურეთ აი ამ ადგილებში, ვერ დავმალეთ ის სიხარული, ის გაოცება, რაც აი ამ ფრესკაში არის ჩადებული. ესეთი ფრესკა მე პირადად არასდროს მინახია. თურქეთში საქართველოს დელეგაციას თან ახლდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და თავად საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტარიელ ლებანიძე. ასევე ქალაქ ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსული გიორგი ჯანჯღავა. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ვიზიტის მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩატარებაში. მისი უწმინდესობის აქ ჩამობრძანება მე ვფიქრობ, რომ ისევე როგორც საქრისტიანოსათვის და მართლმადიდებლობისათვის არის დიდი მოვლენა, ამავე დროს იგი დიდი მოვლენაა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაშიც. თქვენ იცით, რომ კარგად ვითარდება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები.
ეს ურთიერთობა სტრატეგიულ დონემდე ამაღლდა და თურქეთის მთავრობის მის პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დღითი დღე იცვლება და უფრო პოზიტიურ ხასიათს იღებს. მადლობა მინდა უთხრა თურქულ მხარეს, ძალიან დიდი ყურადღებით მოეკიდა ამ საქმეს. 10-12 წლის წინ ამის გაკეთებაზეც, ამაზე ფიქრიც შეიძლება ზედმეტი ყოფილიყო, მაგრამ აი დღეს შეიძლება ითქვას, რომ აი იმდენად გახარებულები ვართ ყველანი, რომ უსურვებდი ყველას, რომ ესეთი ვიზიტები გაგრძელებულიყოს. ვიზიტის მესამე დღეს სამი პატრიარქი და სამღვდელოების დელეგაცია ძველი ბიზანტიური კულტურის ძეგლების მოსანახულებლად კაბადოკიის ქალაქ კაისერის მიმართულებით წაიყვანეს. გზაზე წმინდა თეოდორე ტირონელისა და თეოდორე სტრატილატის სახელობის ეკლესიასთან შევჩერდით. ტაძარი დაკეტილი აღმოჩნდა. კარიბჭის გაღებას მეუფეები და მამები გალობით ელოდნენ. ეკლესიაში აქა-იქ შუა საუკუნეების პერიოდის ფრესკებია შემორჩენილი. აქვე მცირე პარაკლისი ჩატარდა. გზადაგზა თურქი ბავშვები და მოხუცებულები დელეგაციის წევრების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებსაც იღებდნენ. გზაზე, გაშლილ მინდორზე, ძველ დანგრეულ მონასტერთან შევჩერდით, რომელიც დღეს მხატვრების მუზად არის ქცეული. ეკლესია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის აღმოჩნდა. საუკუნეების წინ ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანი წინაპრები ამ ეკლესიაში წირვალოცვას აღავლენდნენ. ახლა კი ამ ეკლესიისგან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ყოველ ეკლესიაში საქართველოს ერთიანობის აღდგენისა და აღორძინებისთვის პარაკლისს აღავლენდა. თურქეთში მრავლადაა მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევი. კაბადოკიაში ერთ-ერთი ასეთი ეკლესიის ნაშთები ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმაც აღმოაჩინა. დღეს აქ თურქული ოჯახი ცხოვრობს, რომლებმაც ჩვენი თხოვნა ყურად იღეს და გადასაღებად შეგვიშვეს. ეკლესიის შემორჩენილი კედლები ძველი ფრესკებით დღეს მათი საკუთრებაა და ბავშვების სათამაშო ადგილადაა ქცეული. ენით აღუწერელია კაბადოკიის წმინდა მიწაზე მიღებული შთაბეჭდილებები, თუმცა ჩვენთვის მთავარი მაინც ისტორიული ტაო-კლარჯეთის მონახულება იყო. კაბადოკიაში პატრიარქების ვიზიტი 20 მაისს დასრულდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქთან, ასევე ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპ-პატრიარქთან გამომშვიდობების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი კაბადოკიიდან თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა.
ტაო-კლარჯეთის ეპარქიის საზღვარზე მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა. საუკუნეების წინ ტაო დიდი საქართველო იყო. უწინარეს ყოვლისა სულით დიდი. საქართველოს სულისკვეთებამ საუკუნეების წინ აქ გაამჟღავნა თავი. სულიერებამ და განათლებამ აქედან დაიწყო გამფენა ოთხივე მხარეს. ყველა მონასტერი, ეკლესია და ტაძარი ტაო-კლარჯეთში ჩაფიქრებულია და შესრულებული როგორც დიდი სახელმწიფოს, დიდი სულიერების ნიშანსვეტი. ხანძთა, შატბერდი, ოპიზა, იშხანი, ოშკი, წყაროსთავი, ბანა, ხახული. მივდივართ ამ უწმინდეს ადგილას. იქ სადაც დიდი საქართველო, ნამდვილად აქ არის დიდი საქართველო, ჩვენ თვითონ ჩვენთაგანმა ვიგრძენით, აი ეს ტაძრები, რომელიც აქ ვნახეთ, ხახული, ოშკი, ამ წუთში ვართ იშხანში, აი ამ ტაძრებმა და წინ არის კიდევ ხანძთა, პარხალი, შატბერდი, ოთხთა ეკლესია, ბანა და ასე შემდეგ, ანჩა, აი ამ არქიტექტურას, აი ამ სახეს, რომელიც აქ არის, ჩვენ ხედავთ, რომ ეს დაედო საფუძვლად იმ ქრისტიანულ კულტურას, რომელსაც დღეს პატარა საქართველო ქვია. გზა ჭოროხის ხეობაში მიემართებოდა. ბუმბერაზი მთები, კლდეები, თვალწარმტაცი ბუნება. შეიძლება ითქვას სიტყვები. გაკეთდეს შეფასებებიც, მაგრამ შეუძლებელია იმ განწყობის გადმოცემა, რომელიც ოდესღაც მასპინძლების, დღეს კი სტუმრების გულში სუფევდა. პირველი ტაძარი, რომელიც ისტორიულ ტაო-კლარჯეთში კათოლიკოს პატრიარქმა მოინახულა, ხახულის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი იყო. ხახულის ღვთისმშობლის ტაძარი 976-1001 წლებში ბაგრატიონთა გვარის მეფის დავით მესამის დროს აშენდა. ახლა ხახულის ღვთისმშობლის ტაძარში მოქმედი მეჩეთია. ხახულის ტაძრის კედლები თავდაპირველად მოსახატად განკუთვნილი არ ყოფილა. იგი მაინც მოუხატავთ. ტაძარში აქა-იქ არის შემორჩენილი ძველი ქართული ფრესკების ნაშთები. ტაძრის კედლები შიგნიდან ისეთივე სუფთა, თლილი, ნაცრისფერი ქვისაა, როგორც გარედან. სვეტები და სვეტისთავები ქანდაკოვანი სამკაულითაა დამშვენებული. ხახულიდან ოშკისაკენ გავემგზავრეთ. თორთუმის ტბაში ჩამდინარე თორთუმის წყლის შესართავთან მაღალ მთაზე შემონახულია დიდი ტაძარი, რომელიც მე-10 საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული. ოშკის დამფუძნებლები ყოფილან ტაოს მფლობელი ბაგრატიონები, ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მესამე, დიდი კურაპალატი, ხოლო მშენებლობას გრიგოლ ოშკელი ხელმძღვანელობდა. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფების სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის. ოშკი კულტურულ საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია 978 წელს შექმნილი ოშკის ბიბლია, რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკი თავისი სიდიადით შეიძლება ბაგრატის ტაძარსა და სვეტიცხოველს შევადაროთ. ღვთისმშობლის ტაძარია ესა, დავითმა დაიწყო, ბაგრატმა დაამთავრა და მე ბედნიერი ვარ მომესარი აი აქ 1000 წელი ხდება და უახლოეს მომავალში მე მგონი ყველა ერთად დავდგები და ვიძღეს ასწავლებთ აი ამ წინვარე ტაძრის პროექტზე სულ დასრულებულ ბაგრატის ტაძრს და ის ჩვენს. ეს რა ადგილია? ეს ეპისკოპოსის ადგილი. და მე ვდგევარ აქ. მადლობა გეცამეთ. ოშკის მონახულების შემდეგ იშხანის მთაზე დაკლაკნილ გზას დავატეკით.
მთის წვერზე, სოფელში სიმწვანეში გაშლილ ადგილას დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეების ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი იშხანი. ტაძარი აშენებულია მე-9 საუკუნის პირველ ნახევარში, გრიგოლ ხანძთელის დედის დისწulis და მისივე მოწაფის, საბა იშხნელის მიერ. იშხანის ტაძარი ორნამენტის მრავალფეროვნებით, სიმდიდრითა და ხარისხით თავისი დროის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ეკლესიის კედლები უმშვენიერესი ფრესკებით ყოფილა მოხატული. დღეს ამ ფრესკების ნაშთებია შემორჩენილი. ტაძრის გვერდზე პატარა სამლოცველოა შენარჩუნებული. მისმა უწმინდესობამ კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და მთავარეპისკოპოსებმა მცირე პარაკლისი აღავლინეს იშხანის ტაძარში. საუკუნეების შემდეგ იშხანის ბუმბერას ტაძარში ქართული ლოცვა და გალობა ისმოდა. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ისტორიული ტაო-კლარჯეთის ეპარქია აღდგა. დღეს მე პირველად ვიმყოფები ადგილზე, სადაც რომლის ეპისკოპოსიც, ესე ვთქვათ, მე ვარ, ჩემთვის უდიდესი სიხარულია, დღეს უდიდესი სიხარულია ჩვენს გულში, უდიდესი სიხარულია ყველა აი აქ მყოფის გულში, რომ რაღაც ქართული ხმა, ქართული გალობა, ქართული სიტყვა გაისმის აი ამ ტაძარში და მე იმედი მაქვს, რომ ალბათ გარკვეული დროის შემდგომ ამ ტაძარში შეიძლება აღდგეს კიდეც წირვა ლოცვა. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი მეუფე თეოდორე დანარჩენი ეკლესია მონასტრების მოსანახულებლად მგალობლებთან და მრევლთან ერთად ტაო-კლარჯეთში დარჩა. ძალიან ძნელია იმ შთაბეჭდილებების გადმოცემა, რაც თვითონმა ჩვენთაგანმა განვიცადეთ და ალბათ ენით აღწერილი არის ის მართლი, რომელიც თვითონ ჩვენთაგანს მოგვაქვს ამ კურთხეული კუთხიდან, ამ საქართველოს ერთ-ერთი განუყოფელი ადგილიდან და მე მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღესასწაული, რომელიც ჩვენი განვიცადეთ და თითოეული დელთავარი, თითოეული სასულიერო პირი და ერის ადამიანები, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ, ისინი აი მადლს შეეტანენ თავიანთ ეპარქიებში, თავიანთ ეკლესიებში, თავიანთ ოჯახებში და დალოცული და კურთხეული ამყოფოს ღმერთმა ჩვენი ქვეყანა. არის ძალიან სიმბოლური დღეს, როდესაც ჩვენი ერი უბრუნდება თავის საწყისებს, ფესვებს, თითქოს კვლავ გამეორდა ისტორიაში აი ეს მოვლენა, კვლავ კაპადოკიიდან ბრუნდება პატრიარქი საქართველოში და მოაქვს აი ეს რაღაც ღვთაებრივი მადლი, რომელიც ალბათ კიდევ გაამთლიანებს და გააბწყინებს საქართველოს. აი ესეთია ჩვენი საბეჭდილებები. ასეთი ამაღლებული განწყობილებითა და შთაბეჭდილებებით დამძიმებულები უბრუნდებოდით სამშობლოში. უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის თურქეთში, კაბადოკიასა და ტაო-კლარჯეთში ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ. დასასრულს კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ საუკუნეებს აქეთ ეს იყო ქართველი პატრიარქის პირველი ჩასვლა ქართველთა სულიერი და კულტურული განმანათლებლების მშობელ მიწაზე. ალბათ სიმბოლურია, რომ ეს მოვლენა სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოხდა. სიმბოლურია ისიც, რომ ქართველი პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირები სამშობლოში სარფის კარის, ანუ იმ კუთხის გამოვლით დაბრუნდნენ, საიდანაც საქართველოში პირველი ქრისტიანი მქადაგებელი შემოვიდა.